ძალიან გემრიელი ხაჭაპურების ცომის რეცეპტი უნდა გაგიზიაროთ. გამოდის თხელი და ფუმფულა ხაჭაპურები. თან ისპანახის ხაჭაპურებსაც დავაცხობ. აი ასეთი სასწაული ხაჭაპურები გამოდის, ყველის ხაჭაპურები ძალიან კარგია. 250 გრამ თბილ რძეში გავხსნათ ნახევარი სუფრის kovzi საფუარ და 1 ჩაის kovzi შაქარი, რო გააქტიურდება 1 კვერცხი დავამატოთ. გავთქვიფოთ, თან გავცრათ 500 გრამი ფქვილი, ვამატებ ნახევარ ჩაის kovs მარილს, დავასხათ საფუარიანი რძე, აქვე დავამატებ 80 გრამ დარბილებულ კარაქს. ამისგან უნდა მოვზილოთ ცომი. გადმოვიტანე დაფაზე და კარგად მოვზილოთ. კარგად მოზილილი ცომისგან კარგი ხაჭაპურები გამოდის. ჩაუდოთ ზეთმოსმულ თასში, ზემოდანაც ზეთიანი ხილი მოусვათ და 1 საათში ამოვა დაახლოებით 700 გრამამდე გახეხილი ყველი მაქვს და დანარჩენი ისპანახი და მოწალული ისპანახი და გაწურული დავამატე. ქინძი და ოხრახუჩიც დავამატე, 1 კილომდე მაქვს შირთავს და 4 ნაწილად გავყავი. ცომიც ამოვიდა, გადმოვიტანოთ დაფაზე, აი ასეთი საოცარი ცომი გამოდის. სუბუქად აი ესე ამოვაგუნდავე და დავჭრათ 4 ტოლ ნაწილად. დაახლოებით 250 გრამიანი ცომები მაქვს, ესე შუაში მოვაგროვოთ და დავაბურთავოთ. დავაფაროთ და დავტოვოთ 10-15 წუთი, შემდეგ კი მოვახვიოთ ხაჭაპურები. სათუთაოდ ესე გავათხელოთ, მე ხელით გამყავს, გულსაცი მოვახვიოთ ხაჭაპურისებურად, ჩვეულებრივ როგორც ყველიან ხაჭაპურებს ვახვევთ და ცოტა გავათხელოთ. სუნთლიანად გავათხელებთ, 4-ვე ხაჭაპური უნდა მოვახვიოთ, აი ესე სანახევროდ გათხელებულები დავალაგოთ და ზედ დავაფაროთ. უნდა დავასვენოთ 10-15 წუთი. დასვენებულზე კი თითო გავათხელოთ, გავიყვანოთ იმ ზომაზე, რა ზომისაც უნდა გამოვაწყოთ. დანარჩენი ხაჭაპურები კი აუცილებლად თავდაფარილი უნდა დავტოვოთ. გადავიტანოთ სინზე, სასურველი ზომისა გავათხელოთ და შუაში საჰაერო გავუკეთოთ. ცხება ძალიან მაღალ ტემპერატურაზე, მზაობამდე 10 წუთი დასჭირდება, 10-12 წუთი დაახლოებით 200-220 გრადუსზე შეწითლებამდე. აი ასეთი საოცარი ხაჭაპურები გამოდის, დავჭრათ და დავაგემოვნოთ. აქვს ძალიან თხელი კანი და თვითონ ხაჭაპური არის ფუმფულა. საოცარი ხაჭაპური გამოდის. საუკეთესო ცომის რეცეპტია, თან ძალიან გემრიელია კვერცხი და კარაქის